ჩემ შემთხვევაში წლები დაჭირდა მაგის დაჯერებას, რომ პოლიცია რაღაცნაირად ჩემს უფლებებს არ ყვევდა. არ მაქვს იმის განცდა, რომ ესენი იქ იმიტომ არიან, რომ უსაფრთხოებას იცავენ. სადაც გაიგეთ ხარებას გინება, ამაზე რაღაც აუცილებლად ცეცხლდებიან. ძალიან მოწყობილები არიან ამ პროპაგანდის მიმართ. აგრესიის სხვადასხვა მრავალფეროვანი გამოხატულებები აქვთ და ეს არის ნამდვილად შეცვლილი. მე მომიწია სამი რთული გადაკვეთა პოლიციასთან, ეს შემდეგაც მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სამივე იყო ბოლო 2 წელში. ძალიან თვალნათელი და ცხადი არის, რომ არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც შეგიძლია ერთმანეთისგან განასხვაო. თუნდაც იმითაც კი ძალიან მარტივად ვინ ვის ემორჩილება და ეს გამოცდილი, როდესაც ხარ და ჩართული ხარ, ძალიან მარტივად ხვდები. თქვენს არავის არ შემოდიოდნენ კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ სულ იყო ხოლმე აი აქციის მონაწილეებს მიამ კომუნიკაციის ცდელობა, რომ რაღაცა აეხსნათ, რატო იყო კანონი რუსული, თუ რატო იყო ხელისუფლება რუსული. უკვე შარშან გაზაფხულზე, როცა მეორე შემოაბრუნეს ეს კანონი, უკვე ეტყობოდათ, რომ ალაპარაკებულები იყვნენ და უკვე ეტყობოდათ, რომ იდეოლოგიურად იყვნენ შემზადებულები. ეს არ არის, რომ ვიღაცა ზის TikTok-ს სკროლავს და იქ რაღაცა იმედის ან პოსტების რაღაც ვიდეო ხდება და მე იმის გავლენის ქვეშ ექცევა. აქ არის ალბათ რაღაც საათობით უტარდებოდათ ადამიანებს ჭალში გაკვეთილები. მათ იქცევის ცვლილება გამოიწვია, აი სრულიად დარწმუნებული ვარ იმან, რომ ის მათ აქვს სახე დაფარული და მათი იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება. იმიტომ რომ როდესაც ეკითხები, რომ სახელი და გვარი მითხარი და მე ძალიან ხშირად როდესაც შევდიოდი მათთან პოლემიკაში, რომ მე ვარ ეს და ეს, ანუ შემიძლია რომ გითხრა ჩემი სახელი და გვარი, შენ მითხარი შენი სახელი და გვარი, ისინი არასოდეს არ ამბობენ ამას და რაც უფრო მეტ შეცდომას და უშვებენ, რაც უფრო მეტ დანაშაულს ჩადიან, მათ სჭირდებათ დიდი რაღაცნაირად სხუდე და რაღაცა დიდი ესეთი მყარი რაღაც დასაყრდენი, რომელსაც შეიძლება რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა ჩაახშოს, რაც არ უნდა მასობრივი იყოს, ხო? ამისთვის ჩვენ გჭირდება პოლიციას მისცე ყველაფრის უფლება. თუ უკანონო ბრძანების შესრულებას თუ ავალებ, თან უნდა შეპირდე რომ ის დაუსჯელი დარჩება. გაზაფხულზე მახსოვს რამდენიმე შემთხვევა იყო ჩემმა ნაცნობმა მეგობრებმა თქვეს, რომ როცა რო გვაგინებდნენო თქვენ გამოღამების თენება გვიწევს და რაღაც ფავსი ან მათ დაღლას და ამ გარჯას რომელიც ავრავდათ არ არის ანეზღაურებული ისე როგორც თვითონ ფიქრობენ რომ ითახურებს აბრალებენ აქციის მონაწილეებს და მაგაზე ღიზიანდებოდნენ უბრალოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რაც აი მონებს და მონების დაძახებას ეხება არის რომ აქციის მონაწილეები როცა პარლამენტის წინ დგან მონებს სკანდირებენ ხოლმე პარლამენტის მისამართით და მაინც არ არიან ადრესატები ეს პოლიციელები და ერთხელ მახსოვს რომ ერთი მონაწილე ცდილობდა რომ ანუ თქვენ არ მოგემართებათ ეგ მიმართავთ იმ ხალხს რომელიც ამ პარლამენტში ამ კანონებს იღებსა და მე მგონია რომ ეგენი პოლიციელებს დააჯერეს არის ქართული ოცნება ხელისუფლებამ რომ ეს შეურაცხყოფა რომელიც ხშირ შემთხვევაში ისმის ხოლმე გაბრაზებული მოქალაქეების მხრიდან მოგემართება თქვენო ყველაზე მეტად რაც აბრაზებთ არის მათი უფროსების გინება მაგალითად თუ აგინებს სადაც გაიგეთ ხარებას გინება, ამაზე რაღაც აუცილებლად ცეცხლდებიან. პერსონალურად შეიძლება თითქოს ბევრი რამე გაატარონ, მაგრამ ხარებაზე ძალიან წუხარ გულწრფელად მართლა, იმიტომ რომ პოლიციის იმედი სამწუხაროდ არ მაქვს. აი, როდესაც ხედავ ხოლმე გვერდზე, თუნდაც აი მარშების დროს, როდესაც გვერდზე დაყვებიან, სულ მაქვს ის მომენტი, რომ რაღაცა დონის ოდნავი პატივისცემა, თან ხო გააჩნია, რომლები არიან ეს ხო რაღაცნაირად დაიყვნენ ნიღბიანი, საერთოდ გაურკვეველი წარმოშობის, ჩვეულებრივი საპატრულო და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე სულ მახსოვს ესე ფონურად, რომ მაინც დისტანცია უნდა დავიჭირო, იმიტომ რომ ხო შეიძლება ჩემი უფლებები დაარღვიეს. როცა პოლიტიკურად ხარ აბსოლუტურად გაკოტრებული როცა არაფერი არ გაქვს შესათავაზებელი მოქალაქეებისთვის და როცა იცი რომ შენ მიმართ ნდობა არის რაღაცა ისეთ მინიმუმზე რომ იქიდან ამოსვლა არის შეუძლებელი მე უკვე ხდები რჩევი პოლიციის იმედად და დაშინების ძალადობის ასე ხაკეთებს ქართული ოცნება იმიტომ რომ სხვა არაფერი მათ აღარ დარჩათ აი ამ საპოლიციო ძალების გარდა რომლებზეც
რომელსაც დააშენეს მთელი ეს თავისი ძალაუფლება. მარტო ხელისუფლების ცვლილება კი არა, რაღაცა სისტემური, არ ვიცი რა რეფორმა უნდა გაკეთდეს, გატარდეს, რომ ნდობა აღდგეს პოლიციის მიმართ, არაფერი შემოვა, რომ პოლიციის რომელ დეპარტამენტზე იქნება საუბარი, იმიტომ რომ იმას რასაც ხედავთ ბოლო 3 თვის განმავლობაში, არაფერში არ ჯდება. ძალიან დიდი ხანი დაგჭირდება ჩვენ მათ, უბრალოდ. ნუ ჩვენ მაინც გონია რომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ერთი საზოგადოება ვართ ზოგადად, ძალიან დიდი დრო დაჭირდება ამას, ისევ რომ დაბრუნდეს ის რწმენა და ჩვენ ვენდოთ, იმიტომ რომ ხო გასაგებია რომ მთლიან სისტემას ვერ გამოვცვლით და ჩვენს მეხსიერებაში არის მოვლენები, კადრები ფიზიკურად გადატანილი შემთხვევები, როდესაც მათ ჩვენზე იძალადეს და ჩვენ არ ვიცით ისინი ვინ არიან. აქედან გამომდინარე მე სულ მაქვს ხოლმე ეს ფიქრი, როდესაც ჩვეულებრივ პატრულს ხედავ, რომ ეს ხო არ იყო გუშინ ვინც მარბევდა ნიღბით.